გაჩაღდა. კი, კარგი თამაში მიდის. კინაღამ შეცდა მარკინიოსი, ოღონდ კინაღამ დაიკარგა აგურთი, კარგი შეტევა შეიძლება გამოვიდეს ლიონი უკვე მეტოქის საჯარიმოში გავიდა ეს პასი 1-0 ანგარიში გაიხსნა. გაიხსნა ეს შეცდომა ძვირად დაუჯდათ პარიზელებს. ძალიან მაგარი კომბინაცია იყო და გოლი გაიტანა ტერიემ. შესანიშნავად გააკეთეს ყველაფერი. მასმიძლებმა გავდა არა აი ეს იერიშები იმ შეტევებს, რომელსაც წარმართავდა ლიონი US-თან. გამუდმებით ამ ფლანგიდან. კარგი იყო ძალიან. იმდენი ფეხბურთელი იყო თან ტერიე საერთოდ ვისახსოვდა. ორივე გაფრთხილებულია ბუკეს მხრიდან ჩააწოდეს პარიზელებმა და გათანაბრდა ანგარიში 1-1. ძალიან სწრაფად კილიან მბაპე არაფერ შუაში არის აქ უბრალოდ ზეიმობს. ისულ ოცავენ. ვინ გაიტანა? აქ პრობლემა. ნახოთ კურსზე იყო? თუ შეეხო ბოლოს მბაპე? აქედანაც არ ჩანს. მეგონი უკვე გასული იყო. აი ხა გავიგებთ, აი თავისად გაუტყდა. არა, იყო გასული, არის. ზამ ვერაფერს ვერ იტყვი. ამორბენი ცო პაუზა და შეასრულა. კომენტარის გარეშე. Paris Saint-Germain დაწინაურდა. ლეონი ძალიან კარგი იყო პირველ ტაიმში. ახლა მარცხდებიან ლეონელები და უნდა გამოასწორონ თამაში. მაგრამ კაცნაკლული დარჩაცება. ოპა, კიდევ კარგი გაიქცა კილიან მბაპე. ისინ ერთი მცველი, აი ეს არის PSG-ს კონცერტები, ნახეთ რას აკეთებს მბაპე. კარგად ბრძანდებოდეთ. ეს არის კილიან მბაპე. შესანიშნავი გოლი, სოლო გოლი. სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ფეხბურთელი. ერთ-ერთი მოთხოვნადი თავისი მთავარი მსურველით. რასაც ქვია შეასრულა. რა უკნა თავგზა აუბნია იქ. ჯერ სისტრაფეში დაჩაგრა ერთი ფეხბურთელი, მერე მეორე ტექნიკურად მოატყო და მერე წინვალე დაარტყა. მეტი რა უნდა გააკეთოს ფორვარდმა. არ დაგვაუწდეს რომ ბურთი თავად ჩაჭრა და წამოიწყო ეს იერიში. უცბად ეს აჩქარება მოვიდა აქამდე და აქაც ყველაფერი გააკეთა იდეალურად. რა გაუკეთა მარსელოს. ნახიბათო მომენტი და არა სასწაული ლიონი ახლა თუ არა ვეღარ გადარჩება 4-1 მართალია გაიტანა კიდევ Paris Saint-Germain-მა პავლო სარაბია გოლის ავტორი იქ იჭიდავეს იტალეს ელოდებოდა წყნარად მიუგორდა ბურთი და ჩაჭედა ცოდოა რა თქმა უნდა ლიონიც მაგრამ ასეთი რეალობა. როგორ დარჩა სარაბია ხო? სწორად, რა ზუსტად დაარტყა. გაძრა რამდენ ფეხში გაძრა. მიეცეთ ნეიმარს, აი გაიხსნა ბრაზილიელი და კიდევ ერთი. არა, მაგრამ მერე გაიტანა. მერე გაიტანა, აი ასეთი წერტილი, ახილის ნიშანი. Saint-Germain-ისგან კილიან მბაპე. ამიტომ არ უყვარს ხოლმე გაზრე გასვლა. საოცრებებს ჩაიდენს ასე თუ გააგრძელა კილიან მბაპე. უჩერებელია. იმიტომ არ გააკეთა ის პასი რომ თავად უნდა გოლის გატანა. ხუმრობით რა თქმა უნდა. პირველი აუღო ტონი ლოპეშმა მეორეს ვერაფერი მოუყვა. კარგია რომ ნეიმარის დაზიანება სერიოზული